შაბათის გუნდმა მოიპოვა მტკიცებულებები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და ოლიგარქის კონტროლის ქვეშ მყოფმა საქართველოს პროკურატურამ 8 ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ საქმეში ჩადო. 36 ტომის ძირითადი ნაწილი უბრალოდ მაკულატურაა, არაფრის მთქმელი დაბეჭდილი ფურცლები და არაფრის მთქმელი ამონაწილეები. თუმცა ამ მრავალტომიან საქმეში ჩვენ მივაკვლიეთ მნიშვნელოვან გარემოებებს, რომელიც პირდაპირ ადასტურებს, რომ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. უბრალოდ შეკერეს იმისთვის, რომ ქვეყანაში ოპოზიცია გაანადგურონ, პარტიები აკრძალონ და ქართული ოცნების გარდა და მასი სატელიტების გარდა საქართველოს მოქალაქეებს აღარავინ აღარ ჰყავდეთ ასარჩევი. რისი ეშინია ოლიგარქს? თუ ოპოზიცია ისეთი დასუსტებულია ქვეყანაში, როგორც თავად ამბობს, რომ მოქალაქეები მათ ხმას არასდროს მისცემენ, მაშინ რატომ უშვებს მათ ციხეში? რატომ კრძალავს ამ პარტიებს? ივანიშვილის სიტყვები და მოქმედებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. შაბათის გუნდმა მოიპოვა მნიშვნელოვანი ფარული ჩანაწერები, რომელიც საქმეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ ჩადო. და ჩნდება კითხვა, რა ჩანაწერებია ეს, რომელსაც დღეს ოპოზიციის წინააღმდეგ მთავარ კომპრომატად იყენებენ. ჩნდება კითხვა, რა ფარული ვიდეო მასალა აქვს სუს ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ, რომლის გამოც მათ 2-დან 15 წლამდე ციხეში გაშვებას უპირებენ. ექსკლუზიურად აქ ვიწყებთ ყველა იმ მასალის გასაჯაროვებას, რომელიც სუს საქმეში უდევს და თავად გადაწყვეტეთ, რა არის ეს? დანაშაულის მტკიცებულება თუ უბრალოდ ოპოზიციის ლიდერების უცხოელებთან შეხვედრის შემდეგ საკუთარ ამომრჩეველთან საუბრის დამადასტურებელი ჩანაწერები. მარიამ გაფრინდაშვილი შემოდის ამ ამბით სტუდიაში და მასთან ერთად ვილაპარაკებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, როდის, როგორ, რანაირად დაიწყო საერთოდ ეს გამოძიება, საქართველოს პროკურატურის უცვლელი ოქროს მოწმეები, ნანა კაკაბაძე და ვატო შაქარიშვილი, რომლებიც პროკურატურამ და სუსმა ამჯერად ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენეს, მანამდე გამოიყენეს არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, ანუ სათადარიგო მოწმეები, მორიგე მოწმეები, რომლებიც ამჯერად ამ საქმეში ახალი როლით გვხვდებიან. მარია, მოგუყევი, რა არის დოკუმენტები, რომელიც გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის და ვილაპარაკოთ აგენტ პროვოკატორებზე, რომელიც ჩანერგილი იყო საპროტესტო აქციების დროს. ეგონათ, რომ რაღაც განსაკუთრებულს იღებდნენ, თუმცა ვნახავთ რეალურად რა გადაიღეს მათ. კი ბატონო, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ 36 ტომია ეს საქმე და ძირითადად არის მაკულატურა, ოღონდ მართლა და ამას მაყურებელი ნახავს და რა თქმა უნდა, ეს საქმე იწყება, საქმე გამოეყო, პირველ რიგში უნდა ითქვას უკაცრავად, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ საქართველოს ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენლების საფუძველზე იწყება ძიება, ანუ ცალკე გამოყოფილი საქმის ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ. ვინ არიან ეს ადამიანები? ნანა კაკაბაძე, ბატონი გელა ნიკოლაიშვილი, ადვოკატი და ასევე ვატო შაქარაშვილი და მათი პარტიის კიდევ 2 წევრი ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ექსპერტები, მათში აქვთ სუს მიმართავენ, რომ სავარაუდოდ ოპოზიციონერი ლიდერები და მესამე სექტორი, როდესაც საზღვარგარეთ ვიზიტები აქვს, ისინი სავარაუდოდ მტრულ საქმიანობას ეწევიან. უნდა ითქვას, ამის შემდეგ ხდება, რომ ეს არის გამოძიება, რომელიც დაიწყო 2025 წლის გამოეყო. კი ბატონო, გამოიყო 2025 წელს, კი ბატონო, ამ ძველ საქმეს 2025 წელს უკვე საქართველოს პროკურატურა ორ ნაწილად ყოფს. მანამდე ჩვენ ვიცით, თქვენ მაყურებელს ემახსოვრება ნანუკა ჟორჯოლიანის, მარიამ ბაჯელიძის და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში და მათ საცხოვრებელ ბინებში ჩატარებული ჩხრეკები. ეს იყო ერთი დიდი საქმე, რომელიც შეიკერა და ამის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ეს საქმე შუაზე გაიყოს. კი ბატონო, და რომ გაემყარებინათ ეს ყველაფერი, ნანა კაკაბაძემ და მისმა მეგობრებმა მიმართეს საგამოძიებო უწყებას და ძალიან მალე მათი
განცხადებიდან ისინი ითხოვენ გამოძიებას, ჩვენ საქმეში უპოულობთ 3 ოქტომბერს საქმე ნოემბერს საქმე გამოიყო. ბატონი ზურაბ ბელთაძე აწერს აი ამ დადგენილებას ხელს და აქედან რამდენიმე დღეში ჩვენ უკვე ვიცით, რომ ოპოზიციონერ ლიდერებს თითქმის ყველას ბრალდება უკვე ოფიციალურად წარედგინათ. ამის შემდეგ ეხლა ჩნდება კითხვა რა დევს ხო ამ სისხლის სამართლის საქმეში. ძალიან საინტერესოა რომ საქმის მე-11 ტომში მოკლედ ვაწყდებით პირველ ჩვენებებს. მანამდე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით რომ ამ საქმეში არის ძირითადად მაკულატურა, არის საჯარო განცხადებები, რაც ჩვენს ეთერში გაკეთებულა და სხვა ეთერებში გაუკეთებიათ პოლიტიკოსებს. ანუ აქ არის მაყურებელს რომ ვუთხრათ სატელევიზიო ეთერის ჩანაწერები, ანუ სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერების სტუმრობა სხვადასხვა სატელევიზიო ეთერში. ასევე აქციები. აქციების დროს და მათ შორის არის განცხადებები, რომელსაც ეს ოპოზიციის ლიდერები აკეთებდნენ უცხოელებთან შეხვედრის დაწყებამდე და შეხვედრის დასრულების შემდეგ. ერთვებოდნენ პირდაპირ ეთერში მაგალითად რომელიმე სატელევიზიო არხს, ტელეკომპანია პირველს, ტელეკომპანია ფორმულას ან სხვა სატელევიზიო არხებს. სხვათა შორის არის საინტერესო დეტალი, რომ მტკიცებულებებად ოპოზიციის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქმეში ჩადო უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის ვიდეო მიმართვები, რომელიც ომის დროს იყო გაკეთებული და ზელენსკის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების საჯარო განცხადებები. ვიდრე გადავალთ პოლიციელებზე, ეხლა ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მინდა მაყურებელს მოუთხრო. პარალელურად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ნადირობს, რომ როგორმე რაიმე კომპრომატები მოიპოვოს ოპოზიციის წინააღმდეგ. ეს არის გრიგოლ ლილუაშვილის პერიოდი, სუსში, როდესაც სუსის ხელმძღვანელი იყო გრიგოლ ლილუაშვილი და მას ყავდა გაგზავნილი აგენტ პროვოკატორები ფარული გადაღებებისთვის აქციებზე. გაუშვათ ვიდეო პირველი, რომელიც გვაქვს ეს ჩვენ ჩაგდებული, სადაც ეს პირი სრულ ეკრანზე ვაჩვენოთ თუ შეიძლება. კი ბატონო, ეხლა თქვენ ხედავთ აქციის თითქოს ერთ მონაწილეს, რომელიც დედაენის ბაღში ნელი ნაბიჯებით მიემართება შეხვედრისაკენ, რომელიც ზურაბ ჯაფარიძეს და ელენე ხოშტარიას აქვს თავის ამომრჩევლებთან. ამ შეხვედრის დროს ეს ადამიანები არიან დედაენის ბაღში არიან, ისინი ხვდებიან მხარდამჭერებს და ესაუბრებენ, ეს არ არის რაღაც ფარული შეხვედრა და ამ დროს სუსი აქ უშვებს აღჭურვილ ადამიანებს, რომ გადაადგილდეს და არა მარტო ლიდერების ხმები ჩაიწეროს. პარალელურად ჩანს, რომ სატელევიზიო კამერებიც იღებენ, აი რაღაცა კონსპირაციული დადგმის დრამას ქმნიან ამით, იმიტომ რომ აქ იყვნენ ტელევიზიებიც, აქ კადრებში ჩანს და ეს სავარაუდოდ შეიძლება პირდაპირ ეთერშიც გადაიცემოდა, ვერ ვიტყვი დაზუსტებით, მაგრამ ჩანს, რომ მედია დგას და პარალელურად იღებს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ღონისძიების გასაშუქებლად არის მოსული, მაგრამ იმისთვის რომ შემდეგ თქვან რომ აი ოპოზიციის წინააღმდეგ ფარული ჩანაწერები გვაქვს, დადგნენ და რაღაცა კონსპირაციული სამხრეთ კამერები ჩვენ გვესმის სამთავრობო მედიიდან, რომ რაღაცა ფარული ჩანაწერები არსებობს. ეს არის ერთ-ერთი ფარული ჩანაწერი მათ შორის, რომელიც სინამდვილეში ძალიან საჯარო იყო, იმიტომ რომ ზურა ჯაფარიძე მიკროფონში საუბრობს და პრაქტიკულად აკეთებს განცხადებებს, რაც სავარაუდოდ ჩვენს ეთერშიც მოხდებოდა. კი, იმიტომ რომ ჩანს იქ კამერები, ოპერატორები არიან და იქ არის. ჩვეულებრივად. ახლა რითიც ცდილობს ხო ამ საქმის გამყარებას? იმისთვის რომ სავარაუდოდ უკვე როდესაც გადაწყვიტეს რომ ბრალდება წარუდგინონ პოლიტიკოსებს და ეს ნიადაგი მოამზადონ, რა თქმა უნდა იპოვეს პოლიციელები, ის სამართალდამცველები, ვინც იდგნენ რუსთაველზე და ამ შემთხვევაში ჩვენ ხვდებით ამ საქმეში 7 პოლიციელის ჩვენებას. პრაქტიკულად აქედან 5 ჩვენება არის იდენტური, მაგრამ იცვლება პოლიტიკოსების სახელები და გვარები. ერთ-ერთი არის ახალგაზრდა მამაკაცი, 98 წელს დაბადებული ბატონი ნიკა სახელაშვილი, რომელიც ვაკე-საბურთალოს პოლიციის დეტექტივი გამომძიებელია და ის ყვება რომ აქციაზე იდგა, დაინახა რომ იქ იდგნენ პოლიტიკოსები და ეს რატომ არის გასაკვირი არ ვიცი, მაგრამ აქ საინტერესოა ის რომ ის ყვება რომ ხედავდა რომ პოლიტიკოსების მოწოდების შემდეგ აქციის მონაწილეები მათ მიმართ ხდებოდნენ აგრესიულები. ასევე არის კიდევ მეორე პოლიციელი, მისი სახელი და გვარია ნუგზარ თუ სწორად მახსოვს საათაშვილი, ის ამბობს რომ სიტყვები მოწოდება მაგალითად ძალადობისკენ არ მოусმენია არც ერთი პოლიტიკოსის მხრიდან, მაგრამ ჟესტიკულაციით იგრძნო, რომ ის მოუწოდებდა შეკრებილებს შტურმისკენ. ანუ ის ასახელებს კონკრეტულ პოლიტიკოსებს ამ შემთხვევაში
შემთხვევაში ეს არის ბადრი ჯაფარიძე, გიორგი გახარია და სალომე ზურაბიშვილი. მათი ჟესტებიო მიჩენდაო განცდას, რომ ის მოუწოდებდა აქციის მონაწილეებსო ჩვენზე ძალადობა განეხორციელებინათ. კი, მაგრამ ამ საქმეში ასევე გამოწმენთა შორის არის ორი პოლიციელის ჩვენება და ამასაც რა თქმა უნდა მოისმენს მაყურებელი, რომელიც ამბობს, რომ კიო პოლიტიკოსები იგივე პერიმეტრზე დგანან სხვათა შორის იგივე დღე აქციის და ისინი ამბობენ, რომ პოლიტიკოსებს ცხადია ხედავდნენ აქციაზე, მაგრამ რაიმე მოწოდება მსგავსი ისინი არ უდასტურებენ გამოძიებას. მაგრამ ძალიან საინტერესოა, რომ ხედავდით ჟესტიკულაციით, რომ აკეზებდნენო, ვციტირებ ერთ-ერთი მოწმის სახელს და ძალიან საინტერესოა ჩემი აზრით ჩვენების ეს ფრაგმენტი. მოусვინოთ ამ ნაწილებს. აქციის მონაწილეები მითითებას იღებდნენ პოლიტიკოსებისგან. მე სიტყვები ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მათი ჟესტიკულაციით ხვდებოდი, რომ აკეზებდნენ შეკრებილებს და მოუწოდებდნენ ძალადობისკენ. ჩვენს მიმართ შეურაცხყოფის მიყენების და ნივთების სროლის მითითებას აქციის მონაწილეებს აძლევდნენ მელია, გვარამია, ლელოს ლიდერები ჯაფარიძე ხაზარაძე და ასევე გიორგი გახარია. ძალადობრივი შეტაკებების დროს ბევრი პოლიტიკოსი დავინახე, მათ შორის ნიკა მელია, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, გიორგი გახარია. ერთხელ დავინახე სალომე ზურაბიშვილიც. იყვნენ სხვა პოლიტიკოსებიც. ჩემს მიერ ჩამოთვლილი პოლიტიკოსები გასცემდნენ მითითებებს და აქციის მონაწილეებს მოუწოდებდნენ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებისკენ. აქციაზე მყოფების მხრიდან ადგილი ჰქონდა პიროტექნიკის და სხვა ნივთების სროლას, მაგრამ კონკრეტულად ვინ აკეთებდა ამას არ შემიძლია მათი ვინაობის დასახელება, რადგან არ ვიცი ვინ არიან. რაც შეეხება ცნობად სახეებს ჩემი მორიგეობის დროს, მე ერთხელ მოვკარი თვალი ელენე ხოშტარიას, თუმცა კონკრეტულად რა ადგილზე და რას აკეთებდა არ მახსოვს. რაც შეეხება სხვა ცნობად სახეებს, მე არ მახსენდება ვინმე მენახოს. მე არ შემიძლია გითხრათ ვინ იყო ამ აქციის ორგანიზატორი ან ლიდერი. პოლიტიკოსები, რომლებიც იმყოფებოდნენ აქციაზე, ისინი ჩანან ტელევიზიის კამერების ობიექტივში. მე გადავადგილდებოდი სხვადასხვა ტერიტორიაზე და ზუსტად მათი ვინაობა არ მახსოვს. პოლიციელების ჩვენებები ერთმანეთს უკიდურესად ემთხვევა, ანუ რჩება განცდა, რომ კოპირებით არის გადატანილი ეს ჩვენებები და ამის შემდეგ ჩვენ გადავწყვეტეთ ამ პოლიციელებისთვის დაგვერეკა და დაგვეზუსტებინა სად ნახეს მათ დანაშაულის ამსახველი მოვლენები მათ თვალწინ და რატომ არ მოახდინეს მაგალითად ყისიერი რეაგირება ამ შემთხვევაში? ხო, იმიტომ რომ ძალადობისკენ მოწოდება ცხადია დანაშაულია და შესაბამისად ჩვენ დავურეკეთ ამ სავარაუდოდ სრულ მოწმე პოლიციელებს და მკითხეთ მოეხდინათ ციტირება მაგალითად ბადრი ჯაფარიძე როგორ ითხოვდა აქციის დარბევას ან სალომე ზურაბიშვილი ან გიორგი გახარია ან სხვა პოლიტიკოსები ვიზეც ისინი საუბრობენ და მათი პასუხები მაყურებელმა შეაფასოს. ბატონიკა გამარჯობა. გამარჯობა. ბატონიკ გიორგი გახარიან ბადრი ჯაფარიძემ როგორ მისცეს, რა სიტყვებით მისცეს მითითება აქციის მონაწილეებს, რომ თქვენ ეცემეთ? გახსოვთ ეს სიტყვები? მე მარია მე ვარ გაფრინდაშვილი, ციტირება შეგიძლიათ სიტყვების ლელოს. სრულ მოწმე ხართ ბატონო ნიკა? გზარ იცით რა მაინტერესებს სალომე ზურაბიშვილი რომ მოუწოდებდა დარბევისკენ პოლიციის აქციის მონაწილეებს სად იდგა შეგიძლიათ მითხრათ? მარიამ ამავე საქმეში ჩვენ ნახეთ რომ მტკიცებულებად არის შადებული ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები. მოდი ვუამბოთ მაყურებელს რა ფარულ ვიდეო მასალაზე არის საუბარი, ჩვენ გაჩვენეთ კადრები, ახლა შეგვიძლია კიდევ ერთხელ გავემეოროთ, როდესაც აქციის მონაწილეებს შორის არიან შეგზავნილები, თითქოს ისინი არიან აქციის მონაწილეები, რეალურად უკეთიათ ეს ტიპის კამერა. ესეთი ან კიდევ უფრო პატარა, დამაგრებული, ასე. და რომელიც თან მით უმეტეს ზამთრის პერიოდში, რომლის შენიღბაც ძალიან მარტივი არის, იწერს როგორც ხმას, ასევე გამოსახულებას, ეს არის სტანდარტული სამხრე კამერა, მათ შორის რომელსაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყენებენ, ან არსებობს კიდევ უფრო პატარები. შესაბამისად, ეს ადამიანები გვერდით უდგებიან პოლიტიკოსებს მაქსიმალურად ახლო დისტანციიდან. მე ვერ დავდებ თავს, რომ შესაძლოა ეს ამ ადამიანებს შორის არ იყვნენ ისეთი აქციის მონაწილეები, რომლებიცაც საჯაროდ ვიცნობთ, რომ არიან მაგალითად ოპოზიციის აქტივისტები, მაგრამ რეალურად იყვნენ ჩანერგილები, ან მუშაობდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასარგებლოდ, ეს ვერსია ამ ვერსიას არსებობის უფლება გააჩნია. ისინი ძალიან ახლოს უდგებიან ოპოზიციის ლიდერებს, რომ მაქსიმალურად მათი პრივატული საუბრები მოისმინონ. ოღონდ ამ საუბრებშიც
ეს საუბრები რეალურად ოპოზიციის ლიდერების არგუმენტი უფრო არის ამ შემთხვევაში ამ საქმეზე, ვიდრე ამ შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხარეს. და მეორე, რაც არის კიდევ მნიშვნელოვანი, ფარული აუდიო ჩანაწერები. ოღონდ ეს არ არის სატელეფონო კომუნიკაცია, ეს არის ბევრ ხალხთან რაღაცა შეხვედრა, ასეთი განცდა რჩება, სადაც ელაპარაკებიან. კი, ჩვენ აუდიოს მოისმენს ახლა მაყურებელი და აქ არის საუბარი იმის შესახებ, რომ ბრიუსელში იმყოფებოდა ზურა ჯაფარიძე 2 დღის განმავლობაში შეხვდა ევროკომისიაში, ევროპარლამენტში სხვადასხვა ლიდერებს, ანუ პოლიტიკოსის ვიზიტი იყო და დაბრუნდა ვიზიტიდან. ის ხდება ეს არის 2022 წელი. 2022 წელია. ჯერ კიდევ რეკომენდაციები რომ გვაქვს შესასრულებელი და შევასრულებთ თუ არა? შანსი რომ გვაქვს რაღაცის და ბრუნდება ბრიუსელიდან და ხვდება საკუთარ მხარდამჭერებს და ანუ ხალხს რა ესაუბრება და აცნობს შედეგებს. საუბრობს რა პოზიცია აქვთ ბრიუსელში, როგორ ელოდებიან ისინი რომ ქართულმა ოცნებამ შეასრულოს ეს რეკომენდაციები, როგორ არის დასავლეთის მთავარი მოთხოვნა დეოლიგარქიზაცია, რასაც ყოველდღე ეთერში ყვებით და ასე შემდეგ. ყველაზე მნიშვნელოვანი როგორ არის გაუგნებული ევროკავშირი, რომ საქართველოში ქართულ ოცნებას აქვს შანსი დაწეროს საქართველოს ისტორია და მისი მმართველობის დროს ქვეყანა მიიღოს როგორც სტატუსი, ასევე გახდეს და დარჩეს თან ხელისუფლებაში. და დარჩეს ხელისუფლებაში, ეს იქნებოდა მათთვის თან 2024 წლის არჩევნების წინა პერიოდია და აი ხელისუფლება, რომელმაც მოუტანა სტატუსი და ზურა ჯაფარიძე უყვება თავის მხარდამჭერებს, თანამოაზრეებს, რომ იქო გაუგნებულები არიანო, რომ ამ რეკომენდაციებს კაცო რას ესრულებენ, არაფერს არ ვითხოვთ მათგან, რატომ არ ასრულებენო? სასამართლოს და დეოლიგარქიზაცია, ანუ არაფორმალური გავლენების ჩამოშორებას ვითხოვთ მხოლოდ და არ ასრულებენო და ყველაზე მთავარი ჩვენ უკვე ვწმუნდებით რომ ამას რუსეთის დავალებით არ ასრულებენო, იმიტომ რომ სხვა შანსი შეუძლებელია ამ პრივილეგიებზე და მონაპოვარზე უარი თქვა. და ასევე ეს ჩანაწერი რომ მართლა არანაირი დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს, იქ ზურა ჯაფარიძე იმასაც ამბობს რომ დასავლეთისგან ჩვენ მოვისმინეთ იქ ოპოზიციის კრიტიკაცო, ანუ კონკრეტული არგუმენტებითო. ასევე ჩვენ გვესმის ბოლო დღეების განმავლობაში რომ სხვა სახელმწიფოებში ლიდერებს, ოპოზიციის ლიდერებს გაქონდათ ქვეყნიდან ინფორმაციაო რა და ეს ფორმულირება არის უმძიმესი ხო სამართლებრივად, რასაც ედავებიან. აქ საუბარია ზუსტად ამ ჩანაწერზე, სადაც ელენე ხოშტარია საუბრობს უკრაინაში ვიზიტზე, სადაც შეხვდა პოლიტიკოსებს და ისინი დაინტერესდნენ, ხო ბუნებრივი ამბავია, აქ რუსული ბიზნესებით, ხომ არ უნთებს ივანიშვილი მწვანე შუქს, იგივე სანქცირებულ რუსებს და ასე შემდეგ. მათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამ ჩანაწერში, რომ ელენე ხოშტარია ამბობს თავის თანამოაზრეებს, ეუბნება ამ შეხვედრაზე, რომ უკრაინელები გაბრაზებულები არიან ივანიშვილზე იმ მოქმედებების გამო, რომელსაც ის ატარებს, იმიტომ რომ რეალურად ამ ომში რუსეთის მხარეს იხრებაო და იქ ცოტა უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს ბიძინა ივანიშვილს და მგონია რომ თავარი პრობლემაც აქ ეს არის, რასაც ვერ პატიობენ ელენე ხოშტარიას, ბატონი ბიძინას ასეთი უშვერი ფორმულირებით მოხსენიებას მოусმინოთ ამ ჩანაწერს. რუსეთში ვიყავი დღე-ნახევარი დაახლოებით და მქონდა რამდენიმე შეხვედრა. ეგეთი უცბელი საუბარი აქამდე ბრიუსელში ევროკომისიაში და იქ არ ქონია. იქიდან დამოკიდებულება არის ეგეთი, რომ აწყლე არავინ არ არის, რომ მართლა. პირველად ნახე ეგეთი რაღაცა, რომ ზუსტად ესმით აქ რა ხდება, ზუსტად ხედავენ ესენი რასაკეთებენ და თავის მოტყუებას არ აპირებენ. ამ 12 პუნქტთან მიმართებაში ძალიან გასაგებად გითხრეს, რომ ეხლა ჩვენ რასაც ხედავთ, არის რომ შეფუთვას აპირებენო ის თითქოს რაღაცას აკეთებენ და მაგას ავჭამთო. ჩვენაც გვაინტერესებს ყველაზე მნიშვნელოვანი არის მართლმსაჯულება, როგორც წესი, ეს არის სასამართლო და ოლიგარქიზაციის ამბავიო, სადაც არაფერს არ აკეთებენ საერთოდ და არც პერსპექტივა ჩანს. ყველა შემთხვევაში უარი გექნებათ. პრობლემას ხედავენ მათ შორის ჩვენშიც, ოპოზიციაში და იმედის ხედავენ მაგაში, თუ ოპოზიციაში შეძლებს რაღაც გაერთიანებას, მაშინ შეიძლება რაღაცა შანსი იყოს. ასევე ამბობენ, რომ თუ ჩვენ ეგ მოთხოვნები რაც არის შევასრულოთ და პირველი შეგეხებათ ოლიგარქიზაციას, ყველა გზა ხსნილია. ხალხდაჭერა იქნება და ამ წინსვლის ნაწილში პრობლემები აღარ გვექნება. ეგეთი რაღაცა თქვეს, რომ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ახლა საქართველოში არ უნდა იყოსო,
იოცნებებდა იმაზე, რომ ეგეთი რაღაცა პირობები იყო წამოყენებულიყო და ამ პირობებს შეასრულებდა. ისტორიაში ჩაიწერება და გადარჩევაც ბევრად რთული იქნება. თავარი არგუმენტი ოპოზიციას რაც აქვს, რომ რაღაცა რუსები ხარ და ანტიევროპელები და ანტიდასავლელები ხარ, მაგას აცილებ ძალიანად და დიდხანს დარჩები ხელისუფლებაშიო. და რაღაცნაირად ვერ ხსნითო, მაგასო, რატო შეიძლება ამას არაკეთებდნო და ჩაიხიმეს და ნუ ერთადერთი ახსნა გრჩება. რაც გულისხმობდა იმას, რომ რაღაცა რუსეთის ამბავი არის, იტო სხვანაირად ვერ ხსნია, რატო შეიძლება ხელისუფლებას არ უნდოდეს ესეთ რაღაც გაკეთება, რაც მას დატოვებს დიდხანს ხელისუფლებაში. მოკლედ უკრაინელებთან დაახლოებით 4-5 თვის წინ დაიწყო იმაზე კომუნიკაცია, რომ იმათმა თქვეს, რომ ჩვენ ბიძინა გვინდა რომ მოვთმოთ. ძალიან გაბრაზებული არიან, ყველაფერს ვაპირდებით, იმაშვებითო და არ ვაპირებთ რომ შევარჩინოთო. და ნუ ძალიან კარგად ხედავთ, რომ ბიძინა არასახავს ძალიანად ქვეყნის რეალობასო და მიუხედავად იმისა, რომ არ ესმით ხალხი რატო ითმენს ეგეთ მართლს, ამბობენ, რომ ბიძინას ამას არ შევარჩინა. ვითხრეს თემები, რა თემებიც აინტერესებთ, მაგალითად ინფორმაცია იმ ბიზნესებზე რუსულზე, რომელიც აქ იხსნება, მაგალითად ნავთობის შესყიდვაზე, მაგალითად სამხედრო სფეროში რა ხდება, მოკეთ კონკრეტული სია ჩამოგვიწერეს კითხვების და გითხრეს, რომ ამ თემებზე მოგვაწოდეთ ხოლმე ინფორმაცია მუდმივი. Კონდა ეს კომუნიკაცია დაახლოებით 100 გვერდიანი დოკუმენტი შევკარით და რაღაცებს უგზავნით გადასამოწმებლად და წინა ჩასვლაზე თქვეს, რომ მუშაობენ მათ შორის ამერიკელებთან და ბრიტანელებთან, რომ ეს სანქციების თემა დაძრა. მათ შორის ის ელენე ხოშტარია, რაც საუბრობდა აქ რუსული ბიზნესების შესახებ საქართველოშიო, ეს იყო ძალიან მოცულობითი კვლევა ჩვენი კოლეგების iFact-ის გამომცემელი ჟურნალისტების. ბრიფინგებზეც საუბრობდა. კი, ამის შესახებ ყველაფერი რაც საჯარო ბრიფინგზე იყო. კარგი. ეს არის მთავარი მტკიცებულება, რაზეც ამბობენ, რომ ესე იგი მტრულ სახელმწიფოსთანო თანამშრომლობდნენ. ახლა მტრული სახელმწიფო რომელია, ეს უკვე უფრო უნდა ახსნას საქართველოს პროკურორმა ბატონმა გვარაკიძემ, ამაში გულისხმობს ევროკავშირის რომელიმე კონკრეტულ წევრ ქვეყანას, თუ ამაში გულისხმობს უკრაინას, იმიტომ რომ კონკრეტიზაცია საჭირო არის. ამის შემდეგ კიდევ რადევს მარიამ საქმეში ოპოზიციის წინააღმდეგ. პროკურატურის შეფასებით ფარული შეხვედრა, მაგრამ სინამდვილეში საჯარო შეხვედრა ისევ დედაენის ბაღში. ამ შეხვედრასაც ესწრებიან ელენე ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე ერთობლივად ხვდებიან ისინი ადამიანებს და ესაუბრებიან ოპოზიციის გეგმებზე, საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს პასუხობენ და ας მოკლედ დისკუსია ღია ცის ქვეშ მიკროფონით და ესეც ხო საქმეში დევს როგორც ფარული ჩაწერა. მაგრამ ამ ჩანაწერით რომელიც არის მოისმეს მაყურებელი თავადაც ეს ჩანაწერი მგონი ამ საქმის წინააღმდეგ უფრო მოქმედებს ვიდრე პროკურატურის წარდგენილი ბრალის გასამყარებელ მტკიცებულებად შეიძლება აღვქვათ. ელენე ხოშტარიას ადვოკატი ამ მტკიცებულებას გამოიყენებს სათავისო დარწმუნებული ვარ. ელენე ხოშტარია აქ საუბრობს, რომ ის არის ყოველგვარი ძალადობის მოწინააღმდეგე, მაგრამ პროტესტის რეჟიმში რჩება და არ აპირებს დაემორჩილოს კონკრეტულ კანონს. მოусმინოთ ამ ჩანაწერს. საბოტაჟი ვერ ახსენებ რაღაცა ჩააჭანყების სცენება არ შეიძლება. და ჩვენ ბუდუა დემოკრატიულ საზოგადოებაში უზურპატორი ხელისუფლების ყველაფერი მოსულა. ყველაფერი. ამაზე მინდოდა რომ გადავეტრო ლაპარაკი მაინც დაგვიწვა. პირველად დავიწყე ამაზე ლაპარაკი რაღაც ამძოლ რაღაცა კამპანია ქონდა. იმედი და პოსტები. ის არ გავჩინებულა. და ფეხებზე კიდე ყველას არ მაქცევა. გადავხდა რაღაცა და რავი მოსულა ამაზე ლაპარაკი. და შემდგომ ხელს დაიწყეს ლაპარაკი. ხო, ოღონდ ძალიან ქვედან ნიშნულთან მოგვიწია დაწყება. კი, ეს შეხატეხია. არაფერი იმას თუნდაც უნდა ეშინო, ჩვენ არაფერი არ შეშინო. მე არ მინდა დალეწვა, მაგრამ დავიკავებ, გადავკეტავ კანონს, მათ მიერ ტყუილად მოგონილ კანონს დავარღვევ. პირდაპირ ვაცხადებ ამას, გადავკეტავ ქუჩას, მაშინ როდესაც ჩავთვლი საჭირო და მე სასამართლოში რომ დამიძახე და ვეთქვი რომ დიახ, ხალბატონო მანდია შესხმულო არ ამოსამართლებ. მე გადავკეტე ეს ქუჩა, რომ თქვენისთან ადამიანი არასდროს აღარ იჩეს აქ ამაში და არ ერხვას მას მოსამართლე. ესე თუ არ ვებრძოლებ ამ სისტემას, მუდმივად იქნება მუდმივად შევჭამზე. რა ვიცი, ეგეც ჩვენი გასაკეთებელი მგონია. ეხლა მოკლედ, აი ამ მტკიცებულებით ელენე ხოშტარიას ემუქრება 7-დან 15 წლამდე ქართული ოცნების ოლიგარქის სამართლით ციხეში გატარება, ასევე გიორგი ვაშაძეს, ვაშაძეზე არ ვიცი, ზურა ჯაფარიძე და ზურა ჯაფარიძე. ვაშაძეზე იყო რამე ჩანაწერი, რაც ჩვენ მე არ მინახავს, ერთადერთი პატაკი ვნახე, რომ სავარაუდოდ გეგმავს დესტაბილიზაციას, მაგრამ ეგეთი პატაკი ყველაზეა. კარგი. და ახლა შემდეგი. საქმის ფიგურანტი არის მიხეილ სააკაშვილი.
ბრალდებული უკვე საქმეში მიხეილ სააკაშვილი და რას ედავებიან სააკაშვილს, რომელიც 2022 წელსაც როცა გამოძიება დაიწყო 23-ში, 24-ში, 25-ში ძალი პატიმრობაში და ციხიდან რას გეგმავდა გურამ ებსნაძესავით გვირაბს ხომ არ თხრიდაო ესეთი პატაკიც ხომ არ სხვათა შორის ერთ-ერთი კითხვა ზვიგენის გარდა იყო რომ ვინ შემოდის თქვენთან ბატონო მიშა ციხე დაწესებულებაშიო პატიმრობაში ვისთან გაქვთ კომუნიკაციაო და ეგეც კითხა თვითონ არიციან ვინ შედის იქ რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად უნდა ითქვას რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეში დევს ერთი 4 ტომი მისი საქმე როგორ დაბრუნდა საქართველოში ეს რა კავშირშია აი ამ გამოძიებასთან არ ვიცი, მაგრამ მოკლედ და მთავარი. მოკლედ სასამართლო პროცესზე გამომძიებელი, რომელიც კითხავდა პრეზიდენტს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, იმიტომ რომ მივიდა 6 ფურცლით, სადაც ჰქონდა სააკაშვილის Facebook-ზე გამოქვეყნებული სტატუსები და პირველი კითხვა იწყება, რომ მან მის Facebook-ზე გამოქვეყნდა სტატუსი, რომ სანამ ქართველი ხალხი ივანიშვილის ზვიგენთან არ გადაიღებს სელფს, მანამდე არაფერი არ შეიცვლება და გამომძიებელი სრულიად სერიოზულად ინტერესდება, როგორ აპირებს სააკაშვილი შევიდეს, მიაღწიოს ივანიშვილის აკვარიუმამდე და გადაიღოს სელფი ზვიგენთან. აი ამ კითხვას რაც მოყვა შემდეგ სასამართლო პროცესზე. ეს ჯობია ვიდეოში ეს ჯობია რომ ვიდეო ვნახოთ. მეოთხე შემდეგში ნაარსეს. წაგიკითხავთ საქართველოში ჩატარდება თავისუფალი არჩევნები, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქართველი ხალხი სელფს გადაიღებს ივანიშვილის ზვიგენის აკვარიუმის ფონზე. სანამ ქართველი ხალხი არ შევა და არ დაათვალიერებს ივანიშვილის აკვარიუმს, ისე როგორც სირიელმა ხალხმა დაათვალიერა ასადის სასახლე, არანაირი თავისუფალი არჩევნები საქართველოში არ ჩატარდება. ხო გიპასუხოთ, რას გულისხმობთ ამ ეს მოწოდებაში? პასუხობ ივანიშვილმა დაგიწეროთ, ესე რატო იმასხარებ თავს არ მესმის. რა სისურველი გეკითხებით თუ თქვენ დააზრდებს საერთოდ. საერთოდ რაზეა ლაპ ეს პასუხი არ გაქვთ ამაზე. აი კითხვაზე პასუხია რომ თქვენ მეღადაებით და მე ხუმრებით და მე ხუმრობის ხასიათზე არა ვარ. თქვენ უბედურების და საოცრად უბედურობის შემხედვარი. და არ სისურველებს თავი შეიკავეთ ერთი ამ გამოგაშტერათ რომ ასე სისურველებს კითხავთ. რას ვიგენზე მეკითხებით კითხვა. ვიგენზე მეკითხებით კითხვას ეს შევა ისტორიის ანალიზში ზვიგენზე კითხვას მეკითხებით ხო? ივანიშვილის დამცველებიც კი აღარ ახარ. ივანიშვილის ზვიგენების დამცველები ხარ. ამ საქმეში როგორც ჩანს კიდევ ბევრი იქნება ისეთი ამბავი, რომლის მოყოლაც შემდეგ ეთერებში თქვენთვის მოგვიწევს.